გამარჯობათ მედანეებო, დღეს საკმაოდ საინტერესო ტანკივით დიდ და ძლიერ დანას განვიხილავთ. ეს არის Dave Curtis's custom-ი ხელნაკეთი მოდელი BMF. ზოგადი სპეციფიკა ამ ასეთი უცნაური და უნიკალური შეხედულების დიდი დანის მთლიანი სიგრძე გვაქვს 22.2 სანტიმეტრი. ფოლადის პირის სიგრძე 10.16 სანტიმეტრი. ფოლადია ამ დანაზე CPM მაგნაკატი და ასეთი რეკურვის სტილის ფოლადი სახელურები Prague დიზაინის ტიტანიუმი ასეთი ინტეგრირებული backspacer-ით საკმაოდ ასეთი ლამაზი და დიდი დანა მექანიზმი საკისრებზეა დანა კერამიკულ საკისრებზე რომელიც თავის ჩარჩოში ზის და საერთო წონა ამ დანაზე გვაქვს 196 გრამი, რაც არც თუ ისე ცუდია. ჩამკეტი მექანიზმი ჩარჩო, frame lock-ი დამზადებულია შეერთებულ შტატებში. ხელში საკმაოდ კარგად ზის, მიუხედავად თავისი გეომეტრიისა, კარგად ჩდება და წონა სულაც არ იგრძნობა ამ დანაზე. ერთი შეხედულებით ხელნაკეთებში საკმაოდ კარგი დანა ჩანს და ფასიც შესაბამისი დაახლოებით $1400, როგორც ხელნაკეთ ამერიკულ დანაზე. მინუსები ამ დანას ორი უდიდესი მინუსი აქვს ჩემი აზრით. ნომერ პირველი ეს დანა არის ფლიპერი და თუ ხედავთ ამას ამ დაბოლოებას იმდენად ბასრი და იმდენად ასე ვთქვათ აგრესიულია თითზე ხელთათმანის გარეშე 1-2-ზე მეც ვერც კი გავხსნი ამ დანას რადგან ტოვებს ხაზებს თითზე და ძალიან მტკივნეულია და მედანეებისთვის რომ გახსნა დაკეტო ეს სიამოვნება ასე ვთქვათ ერთ-ერთი ხობის ერთ-ერთი დიდი ნაწილია. ამიტომ ეს დანა ასე ვთქვათ ძალიან დიდი მინუსი ამ დანის რომ ასეთი ძალიან ბასრი დაბოლოება იმდენად კენს თითს რომ 2 მაქსიმუმ 3 გახსნის შემდეგ უბრალოდ გინდა უჯრას ჩადო ეს დანა და არა მოიღო. ეს უდიდესი მინუსია რადგან გახსნა დაკეტვა ეს ყველა მედანეს სიამოვნებს და ერთ-ერთი სიამოვნება სწორედ რომ ეს წარმოადგენს. მეორე დაკეტვის დროს აი ამ დაბოლოებას ჩარჩოსის თუ ხედავთ ესეც კი საკმაოდ ბასრი ჩანს და იმდენად აი ეს დაბოლოება აწვება თითს რომ აქაც უკვე ტკივილთან გვაქვს საქმე და საკმაოდ მტკივნეულია ამის გადაწევა მარცხენა მხარეს. ხელთათმანების გარეშე ძალიან არასასიამოვნო პროცესი. და აი ეს ორი დიდი ნაკლი მე ვფიქრობ ამ დანას უკვე უკარგავს მთელ თავის ხიბლს მიუხედავად ის რომ ძალიან კარგად არის ძალიან ხარისხიანად დამზადებული საუკეთესო მასალისგან. მე ვფიქრობ ამას გადავცვლი მალე და დაველოდოთ სხვა დანას რომელიც შემოვა ჩვენს არხზე.